ვიმყოფებით თბილისი ჰილსის საცხოვრებელი კორპუსების ტერიტორიაზე. ამჟამიდელი პროგრესი გვაქვს მონოლითური სამუშაოების დასრულება, ძირითადი ნაწილი კედლების სამუშაოების დასრულებულია. ახლო პერიოდში ვაპირებთ შემოვიყვანოთ თქვენ კონტრაქტორები, რომლებიც გააკეთებენ ფასადის სამუშაოებს, გააკეთებენ ვიტრაჟის სამუშაოებს, პარალელურად აქტიურად დაიწყება შიდა სამუშაოები, სადაც იქნება შიდა ქსელების მოწყობა. წლის ბოლოს იგეგმება საფასადო სამუშაოების დასრულება, ლიფტის მონტაჟი და ვიტრაჟული სისტემების მონტაჟი. Construction materials being used for our project are supplied from well-known European brands. For instance, we use Schuko for the glazing, which is well-known German facade supplier. Also, we use Laminam as the facade tiles from Italian suppliers, and we use Bus as the hydro-isolation material, which also comes from Germany. The big activities are planned for this year for our complex, consisting of apartment building construction, commercial building construction, mixed-use area, also park construction, finalizing infrastructure in C sector, finalizing infrastructure in C2 sector, beginning of construction of wellness and clubhouse, and developments in overall of our infrastructure. აპარტამენტების დაგეგმარებისას ძალიან დიდი ყურადღება მიექცა შენობის ბუნებრივ განათებასა და ვენტილაციას. შენობის ფასადები გადაწყვეტილია დიდი ვიტრაჟული პანელებით, რაც უზრუნველყოფს აპარტამენტებში ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს შექმნას. შენობა აღჭურვილია ცენტრალური გათბობის და ცხელი წყლის სისტემით, რაც რეზიდენტებს უხსნის დამატებით ბოილერების განთავსების საჭიროებას. შენობები ისე არის განთავსებული, რომ ორიენტირებულია როგორც ქალაქის ხედზე, ასევე შამრავადას მონასტერზე და გოლფის მოედნებზე. ქალაქის მხრიდან 2 ჰექტარ ტერიტორიაზე მოეწყობა ახალი პარკი, სადაც დაირგვება 500-ზე მეტი მცენარე და თბილისი ჰილსის რეზიდენტებისთვის შეიქმნება ახალი სარეკრეაციო სივრცე. პარკის ტერიტორიაზე განთავსდება ლანდშაფტში ინტეგრირებული კომერციული სივრცე, რომელიც თავის თავში გააერთიანებს სავაჭრო ობიექტს, აფთიაქს და კაფეს.